და უდანაშაულო ადამიანი მხოლოდ დაინტერესებული პირების, პოლიციელების და დაინტერესებული პირების მისი ყოფილი ცოლის, რომელიც პირდაპირ დღესაც მის სახლში ცხოვრობს, სადაც ერთად ცხოვრობენ და პირდაპირ მას აქვს სურვილო მისი ქონება ხელში ჩაიგდოს და ცოლის ნათესავის სრულ ჩვენების საფუძველზე იყო პასუხისგებაში მიცემული 4 მუხლით. 4-ვე მუხლში დადგა გამმართლებელი შედეგი. მოგეხსენებათ, პატიმრობას რაც შეეხება, პატიმრობაში ყოფნამდე პატივცემული ჩემი დაცვის ყოფი. ჯამთელი იყო, მას ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები, შეამოწმეს და აბსოლუტურად ჯამთელი იყო. იმის გამო, რომ გდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა და არ ადამიანურ დამამცირებელ პირობებში ამყოფებდნენ მას და შხაპის მიღებას, მაგალითად, ცივი შხაპით აიძულებდნენ მიღებას, დამამცირებლად ექცეოდნენ და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებების გამო ამ ადამიანს გარეთ ნერვიულობის ნიადაგზე აბსოლუტურად ჯამთელი დედა ყავს გარდაცვლილი, ასევე თვითონ მეოთხე სტადიის სიმსივნით არის ციხიდან გამოსული. აი ეს რაც გავს, ჩვენი სახელმწიფო ჩვენ თუ გვინდა რომ სამართლიანი იყოს, ასეთ არაადამიანურ დამამცირებელ დამოკიდებულებას არ უნდა იმსახურებდეს. ჯერ ერთი ქალის უსაფუძვლო ჩივილით არ უნდა დაწყებულიყო გამოძიება და როგორც კი დაიწყო გამოძიება, უნდა შეწყვეტილიყო და ამ საქმეში გორის რაიონიდან არიან ჩართული, როგორც მაქვს ინფორმაცია, პოლიციელები, რომლებიც ახლო ურთიერთობაში იმყოფებიან საუბრობთ, ჩემმარწმუნების ინფორმაციით პოლიციის თანამშრომლებთან, იმ პოლიციის უფროსთან, რომელმაც ეს საქმე აღძრა. პროკურატურის პოზიცია და არგუმენტები, რომ ჩვენ არ გვეკუთვნის არანაირი კომპენსაცია, აბსოლუტურად ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია. ეს იგივეა, კაბატონი არ ვიცი ხა სახელი და გვარი რა ქვია, მისმა ყოფილმა ქმარმა და მისმა ძმამ რო დააბრალოს და 4 მძიმე ეპიზოდში რო დააბრალოს ცემა ბავშვის მიმართ და მის მიმართ მუქარა და მის მიმართ პირდაპირ დაიწყოს გამოძიება და 9 თვე რო პატიმრობაში იყო. თქვენ ვერ აცნობიერებთ, მე მგონი, საქართველოს პროკურატურამ რასთან გვაქვს საქმე. უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეთ თქვენ. უდანაშაულო ადამიანი მიეცით პასუხისგებაში. გამართდა ეს ადამიანი და თქვენ კომპენსაციის გადახდაზეც კი უარს აცხადებთ. ეს რა არის? შემაშფოთებელია. აი რანაირი დამოკიდებულება არის. უამრავი პრაქტიკა, უამრავი პრეცედენტი არის, რომ ასეთ შემთხვევაში დაზარალებულს ეკუთვნის კომპენსაციის მიღება. უფრო მეც ვამბობ, ამ ადამიანს ეკუთვნის ცხოვრების ბოლომდე სარჩოსაც უნდა უხდიდეს სახელმწიფო. უფასოდ უნდა მკვლელობდეს, ერთი წუთი ამაზე არა გვაქვს დავა, მაგრამ მე რისი უფლება აქვს ვამბობ. მორალური, მატერიალურ ზიანზეცაა საუბარი და ამის მატერიალურ ზიანს რომ დედა ყავს გარდაცვლილი და მეოთხე სტადიის კიბო აქვს ეს ადამიანი, ვერავინ ვერ შეაფასებს, არათუ 5000 ლარზე. თქვენ ხართ სახელმწიფოს სახე. პროკურატურა, თქვენ უნდა იცავდეს სახელმწიფოში მართლმსაჯულება და სამართლიანები უნდა იყოთ და არა უსამართლო და ტენდენციურები. როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ჩვენებით ამხელა ადამიანს ჯოჯოხეთი გამოატარეთ, მეოთხე სტადიის კიბოთი არც ვიცი და კინაღამ თიაქარი აქვს, არ ვიცი, საშინელი რაღაცები წერია სამედიცინო დასკვნაში. თიაქარი, ცივ წყალში აბანავდნენ, როგორ შეიძლება? ჩემთვის გაუგებარა, თქვენ პროკურატურა ეხლა რომ ღირსეული იყოს და სამართლიანი, ამ ადამიანის კომპენსაციასაც გადაუხდიდით, ამ ადამიანის უფრო მეც გეტყვით, დაიწყებდით დეტალურად შესწავლას, რასაც ეს ბატონი ამბობს, ფაქტებს და იმ პენიტენციურ დაწესებულების ხელმძღვანელობას დაიჭერდით და იმ პოლიციელებს, დამნაშავეებს მისცემდით სისხლის სამართლების პასუხისგებაში, როგორც ამ ბატონს უჩივლეს და ეგრევე დაიწყო გამოძიება. ანალოგიურად უნდა მოხდარიყო ეს ყველაფერი. პრეცედენტებს რაც შეეხება, მაგალითად, აი 18 მუხლის მეოთხე პუნქტზე, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან ან მომსახურისგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება. შესაბამისად, სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან
აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის დადგენილი წესი. წინასწარ გამოძიების პროკურატურის ორგანოს და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალების მიუხედავად, რეაბილიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების სისხლისამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსწორების ხელწერის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაო სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 105 მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისუფლებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ჩვენ აქ რა არგუმენტებით თქვენ თქვით ახლა ქაბატონო, რომ ჩვენი ბრალი არ არის და ასე შემდეგ. თქვენ აქ საბრალდებო სკამზე არ ბრძანდებით და შესაბამისად ეგ არგუმენტები ჩემთვის გაუგებარეთ. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კომპენსაციის დაკისრებაზე და პრეცედენტებზე ვსაუბრობ. მოგეხსენებათ ესე იგი. სახელმწიფოს მიერ ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005 მუხლის მესამე ნაწილით. აღნიშნული მუხლის თავისუფლებას წარმოადგენს ის, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა. ასეთი ზიანის ანაზღაურის მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებული გარემოება. პირის გამართლებელი განაჩენის გამოტანა კი სწორედ მარეაბილიტირებულ გარემოებად განიხილება. მარეაბილიტირებულ გარემოებად. გამართლებელი განაჩენი. ასეთ პირს უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებების გაუმართლებელი ან და გადაჭარბებული ჩარევისათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ პროკურატურის მიმართ საბრალდებო თქვენასაც ამბობთ, რომ პროკურატურის ან პოლიციელთა მიმართ უნდა იყოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი და უნდა იყოს დაზარებულად ცნობილი ჩემი დაცვის ყოფი. ამ პრეცედენტებზე დაყრდნობით და ასევე ევროსასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს მოვუყვან კიდე, არა მარტო საკასაციოს და საკონსტიტუციოს. საკმარისია არის სრულიად რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა. არა აქ მნიშვნელობა რომ ვის დაიჭერენ გდანის მერ პენიტენციურ დაწესებულების დირექტორს მის ხელმძღვანელობას, რომელიც ჩემი აზრით შეიძლება იყვნენ დასაჭერები, ის პოლიციელები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობენ, ჩემი აზრით ისინი შესაძლოა იყვნენ დამნაშავეები, მაგრამ ამაზე საუბარი არა. თავარი არის აქ ამ პრეცედენტების მიხედვით, რომ გამამართლებელი განაჩენი საკმარისია რომ ის მიეთხეს კომპენსაცია და რაც შეეხება გამამართლებელი განაჩენისთვის კომპენსაციის დაკისრების საკითხს, ეს ინდივიდუალურად განეხილება საქმის სიმძიმიდან გამომდინარე და საქმის სიმძიმიდან გამომდინარე საქმეში გვაქვს მტკიცებულება პრეიუდიულად დადასტურებული, რომ ადამიანი ციხეში შევიდა ჯანმრთელი და ციხიდან გამოდის მეოთხე სტადიის კიბოთი დაავადებული. ამაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები არის, სახელმწიფოა პასუხისმგებელი ამ ადამიანის მიმართ. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, რაც გამოკვეთილი გვაქვს მეოთხე სტადიის კიბო აქვს ადამიანს, აბსოლუტურად ქალების ბინძური პროვოკაციის შედეგად გაუკეთეს ამ ადამიანს ბინძური პროვოკაცია დააკავეს და თავისუფლების აღკვეთაში 8 თვე და რამდენიმე დღე იმყოფებოდა. 13 დღე იმყოფებოდა გდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში, მან არ აღიარა ბრალი, იბრძოდა იმისთვის, რომ გამამართლებელი შედეგი დამდგარიყო ამ საქმეზე და სამართალმა ამ საქმეში მართსაჯულების სახით მოსამართლე მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება და პროკურატურის პოზიცია არ გაიზიარა. და აპელაციაში იგივე დარჩა და საკასაციო სასამართლოში. ეს ჩვენი სახელმწიფოს მონაპოვარია, რომ მართსაჯულება ამ შემთხვევაში და ჩვენი ხელისუფლების ამ შემთხვევაში პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არ მოიქცა და არ დაკმაყოფილდა ეს დაუსაბუთებელი უკანონო ბრალდება. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დამდგარი ზიანის სიმძიმე, შელახული უფლების მნიშვნელობა, დაზარალებულის განცდების ინტენსივობა, საპატიმრო დაწესებულებაში პირის ყოფნის დრო და სხვა.
სამოქალაქო კოდექსის 413 მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხს, დაზარალებულის განცდის სიღრმის და ინდივიდუალური თავისუფლების გათვალისწინებას. შესაბამისად, ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმის, ან დაზარალებულის პოზიცია გეუბნებით საკმარისად მტკიცებულებები არ იყო, უფრო მეტის გამოძება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო. ჯანმრთელი ადამიანი შევიდა ციხიდან და დაავადებული მძიმე მეოთხე სტადიის კიბოთი იმყოფება, არავის ხვალზე რა მოყვება ამ საქმეს. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან საინტერესო, მსჯელობისას დავეყრდნობი ასევე პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს და არა მარტო ჩემს როგორც პროკურატურა თავის პოზიციებს და თავის იმას ამბობს თითქოს საბრალდებო სკამზე იყოს. ამ შემთხვევაში პრეცედენტულ გადაწყვეტილებაა ძალიან საინტერესო პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ. სასამართლომ ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს იმ მოდენობით, რაოდენობითაც ისინი რეალურად იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა. ასევე საინტერესოა ამ მხრივ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილება ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ. უკანონო ბრალდების, პატიმრობის ან ჩავდებული საქმესთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალურ მორალური ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად საქმის ფაქტობრივი გარემოებების დაზარალებული სუბიექტური დამოკიდებულების დაზარალებული შეგახსენებთ უკანონოდ იჯდა ციხეში და ცივი წყლით აბანავებდნენ და რის გამოც ეს მძიმე დაავადება აქვს. დაზარალებული საოჯახო დედაყავს გარდაცვლილი შეგახსენებთ ამ დავის პერიოდში ნერვულობის იადაგზე ძალიან მძიმე დაავადებები შექმნა. დაზარალებული საოჯახო ყოფითი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, აბსოლუტურად ჯანმრთელი კაცი უდანაშაულოდ ციხეში დაიჭირეთ და შედეგად გამოვიდა და მეოთხე სტადიის კიბო აქვს. მატერიალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ასე შემდეგ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ, ნიკოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ და ჯარში საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ მიზნით, რომ აღკვეთილი იყოს უფლების დარღვევა ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლომ ხარჯების განსაზღვრას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. ადამიანის უფლებათა და ძირითადი თავისუფლებათა კონვენციის 1984 წლის 22 ნოემბრის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მესამე მუხლის თანახმად თუ საბოლოო გადაწყვეტილებით პირი მსჯავრდებული იყო სისხლის სამართლის დანაშაულისთვის და შემდგომში მისი ეს მსჯავრდება გაუქმდა, ან სასჯელის მოხდისგან ის განთავისუფლდა, რადგან ახალმა და ახლად გამოვლენილმა გარემოებებმა ცხადყო, რომ მართლმსაჯულება არაჯეროვნად განხორციელდა. ამგვარი მსჯავრდების გამო შეფარდებული სასჯელისთვის მას მიეკუთვნებოდა კომპენსაცია შესაბამის სახელმწიფოში მოქმედი კანონის ან დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით. საქმეზე ოღოსიანი და ბაღდასარიანი სომხეთის წინააღმდეგ. ამ საქმეში 2012 წლის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ უკანონო მსჯავრდების დადასტურებისას პირისათვის დამდგარი მატერიალური და მორალური ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა უნდა მომხდარიყო ეროვნულ კანონმდებლობაში აღნიშნული დანაწესის არასებობის შემთხვევაშიც. ეს არის ჩემი ამ ეტაპზე დღეს უცბად რაც გადავხედე. 10 წუთი დამჭირდა. არა, საერთოდ არ ვცნობ საქმის მასალებს. არ ვიცი, მე ესეთი თვისება მახასიათებ და საერთოდ სკოლაში ან უნივერსიტეტში ვსწავლობ, ერთი წაკითხვაში ვაბარებ ხოლმე თელ მასალებს. და ანუ ამ მასალებს ფაქტიურად არ ვიცნობდი, სასამართლო გეტყვით. კი, მე სანამ მოვიდოდი აქ, უბრალოდ არც ვაპირებდი მართალი გითხრა დღეს მოსვლას, იმიტომ რაზე დაობდა არ ვიცოდი, მხარე გუშინ დამიკავშირდა და ფოტომასალები ჩამიგდო დღის დაახლოებით 11-ის ნახევარზე ვნახე, გაბატონმა ჩამიგდო, რაზე იყო სასაჩერო მოთხოვნა, ანუ აპელაციაში რაზე იყო დავა და უბრალოდ ის სამი გვერდიდან გამომდინარე ვსაუბრობ ახლა. არტოვებს დამეჯდებას რომ მართლა ეს გაიცემა საფუძვლიანი ასე ვთქვათ ცოდნა ჩანს ამ მამაში. მამას ვიტარებ. თქვენ ბატონო რა მე უბრალოდ და თუ შეიძლება თორე შესაძლებელია ეს შეკითხვა ალბათ. იცით ბატონო როგორ არის მე ესეც თქვენი ინტერესი და პოლიტიკური მაგრამ ვიქნება არა პროცესის არამონაწილეს სიტუაცია კანონს დავარქვა. ატოვებს.
მადლობა საგადასტურებისთვის. ბატონო, თქვენს თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ შეგიძლია ისაუბრო. თქვი, შენ ყველაფერი თქვი რა, უდანაშაულოდ რატო იყავი? ბატონო მოსამართლეო. მეც ყოფილი რა ითვალისწინებთ რა? აქ ეხლა რა ტიპის დავა გვაქვს? კომპენსაცია. და პროკურატურას თქვენთვის 5000 ლარი გადაიღება. მეტი არ